वारंटियां तूने मारी एंट्रियां दिल में बजी घंटियां मेरी है जान मैंने माना जो भी हो जैसे हो मैंने है यार तुझको पाना पाना मैंने मारी एंट्रियां दिल में बजी घंटियां अरे तूने मारी एंट्रियां दिल में बजी घंटियां აი ასე ენერგიულად იწყება გვიანი დილაზე ფასო მეგობრებო. ნამასტე. ანუ ინდურად ქვია გამარჯობა. დილამშვიდობისა მეგობრებო. გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით. ასეთ საოცარი გოგონებით დაიწყო ჩვენი გვიანი დილა. რა თქმა უნდა და მინდა წარგედგინოთ ნინო კრავეიშვილი, ინდური კულტურის ცენტრ ლაქშმის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. ორძანეთ. ასევე სალომე ჯავაშვილი და მილენა თუმანიშვილი. კი ბატონო, გამარჯობა დილამშვიდობისა გოგოებო. ძალიან დიდი მადლობა ასეთი მხიარული დილისთვის და ენერგიული დილისთვის. დაბრძანდით. როგორ გიკითხოთ? კარგად, თავად. ჩვენ საერთოდ ნელ-ნელა წავიცეკვეთ ცოტა. ხედავდით, გარეთ. როგორ გამომივიდა? შესანიშნავად. და ძალიან გიხდებათ, მინდა გითხრათ, სამკაულიც და სარიც. როგორ ბრძანდებით, როგორია თქვენი გვიანი დილა მოგვიყევით? განწყობა შესანიშნავი, ზოგადად სადაც ინდური ჩვენი წილი ინდოეთი მიგვაქვს ყოველთვის პოზიტივით მივდივართ, აქაც შესანიშნავი გარემო დავხვდა, ასე რომ, რა ვიცი, რა სიტყვით გოგოებო. არა, მშვენიერი ცეკვა იყო, ულამაზესი გოგონების შესრულებით. ხო, მიკროფონი მივაშველოთ ჩვენ სტუმრებს. ესე იგი, ქალბატონო ნინო, როდის გაგიჩნდათ ინდოეთისადმი ინტერესი, რა მოგხდით? ინტერესი ჩემი თაობის ადამიანებისთვის უმეტესად ინდური კინოდან მოდიოდა და ჩემ შემთხვევაშიც ასე იყო, ძალიან პატარა ვიყავი მაშინ, როდესაც ინდური ფილმი ვნახე და ინდურ ფილმებში აღმოვაჩინე. კი, ეს საოცარი მე ძალიან პატარა ვიყავი, მახსოვს დედა. კი, და არ ვიცი, ისეთი რაღაც, მაშინ შეუძლებელია იმ პატარა ასაკში ეს ყოფილიყო წიგნები, ეს შემდეგ მოვიდა, რა თქმა უნდა და რა ვიცი, იმდენად მომხიბლა და იმდენად მომაჯადოვა, რომ ამბობ ხოლმე რომ მოვიწამლეთქო და მეგონი სამუდამოდ ესე გამოვიდა 16 წელია უკვე რაც. კი ბატონო. და ლაქშმიზე რო ვილაპარაკოთ, საიდან მოდის ამ ასე ვთქვათ ისტორია და რატომ ლაქშმი? რას ნიშნავს ლაქშმი? კი ბატონო, მოდი პირველი კითხვით დავიწყებ. 2010 წელს დაარსდა ლაქშმი, როგორც ინდური კულტურის ცენტრი. მიუხედავად იმისა, რომ წლების მანძილზე ბავშვობიდან ძალიან მიყვარს ეს ქვეყანა, ესეთი გადაწყვეტილება ამის, რომ რაღაცა შემექმნა არ ყოფილა, უბრალოდ რაღაცა ექსპრომტად მოვიდა ეს გადაწყვეტილება. ზოგადად ძალიან ბევრს ვფიქრობ ხოლმე გადაწყვეტილების მიღებამდე, მაგრამ ესე რაღაც კარმული გადაწყვეტილებების თუ გჯერაც და კარმული სიტუაციები ზუსტად ესე იყო და აგერ უკვე 2010 წლიდან რა ვიცი, თაობები იცვლება, მაგრამ ფუნქციონირება არ შეგვიწყვეტია. ანუ ეს მერამდენი თაობაა უკვე. ეს მეოთხე თაობაა უკვე, თუმცა სალომე ადრე პატარების თაობაში, მილენა სხვათა შორის პატარების თაობაში ცეკვავდნენ, მერე გაიზარდნენ და ისევ დაბრუნდნენ. აი მაგალითად რა საკიდან იღებთ ბავშვებს, რომ არა, ეხლა მხოლოდ დიდები ყავს. ხო, პანდემიამდე ყავდა პატარების თაობა. რაც შეეხება ლაქშმის, ეს არის ინდუისტური ქალღმერთი, ძალიან დადებითი ენერგეტიკის მატარებელია, ზოგადად ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ასეთ რამეს. ენერგეტიკა სახელის და ინდუსები თვლიან, რომ ეს არის წარმატების, ბედნიერების, ხვავის, ბარაქის მომტანი ქალღმერთი და მინდა გითხრათ, რომ ჩვენ შემთხვევაში ძალიან დადებითად იმუშავა, იმიტომ რომ ფაქტიურად შიშველი ხელებით და ენთუზიაზმით დავიწყეთ და აგერ 16 წელია უამრავი წარმატება, როგორც საქართველოში, ინდოეთში, საქართველოს გარეთ. ანუ ხშირად სიხარული, ბევრი ბედნიერი მომენტები მოგვიტანა. ანსამთან ერთად ხშირად არ გამოდის, გარკვეულ
პრობლემებთან არის. თუმცა იციან თქვენს შესახებ. კი, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს YouTube არხი, სადაც 400,000-500,000 გამომწერია თითოეულზე. ჩამოდიან ინდური ჯგუფები, გვიკავშირდებიან რაღაც საღამოს. კი, რა თქმა უნდა. გოგონებსაც ვკითხოთ, მოდი რა თქმა უნდა, აუცილებლად. რას ნიშნავს თქვენთვის ინდური ცეკვა, რო გითხრათ და როდის დაინტერესდით? დაახლოებით 5 ცოტა ახლოს დაახლოებით 5-6 წლის ასაკში პირველი სერიალი გავიდა მაშინ საქართველოში და იმ დროს მივხვდი რომ შემიყვარდა ინდოეთი, ინდური კულტურა და ნუ ცეკვა თავისთავად. ესეც ჩემსავით მოწამლულია. აი რას ნიშნავს ხო, აი რას კინო და სერიალები, კი, ძალიან დიდი როლი ითამაშა სერიალებმა ამ მხრივ. კი, რა თქმა უნდა. მოგესალმებით, ასევე პატარა ვიყავი, როდესაც მიტანი ახსოვს ტელეარხებზე როდესაც გადიოდა ინდური ფილმები და სერიალები და ამის შემდეგ შემიყვარდა მეც ინდოეთი და ინდური კულტურა. კაი ხარ, მილენა ხო? სალომეს და მილენა. ძალიან მაგარი გოგოები ხართ და ძალიან გიხდებათ ეს ცეკვა რა თქმა უნდა. საკმაოდ რთული ცეკვა. რამდენი ხანი დაგჭირდა დაუფლებაში, აი როგორ სწრაფად აუღეთ ალღო ასე ვთქვათ. ნუ ალბათ წლები ჭირდება იმას, რომ სწორად იცეკვა და ჯერ კიდე მუშაობის პროცესში ვარ. კლასიკური მოდი ვთქვათ, მუშაობის პროცესში ვარ კიდევ ჯერჯერობით. კაბუტონინო, ენა თუ იცით? ენას თქვენ ალბათ ჰინდის გულისხმობთ, აი იმ ენას, რასაც ბოლივუდური ფილმები იქმნება, ნუ იცით როგორ აი ბავშვობიდან რო გესმის ეს სიმღერები და რომ მოყვება რაღაცნაირად ქვეცნობიერის სკოლის ბაზა იყო და ნუ ახლა რო ვთქვა რომ რაღაცა ვიცი, მე უნდა ვიყო ცოდის ხარისხი ძალიან დარწმუნებული. ვიტყოდი რომ მესმის, მაგრამ საუბარი მიჭირს. იმიტომ რომ ჩვენ ვჭირდება ეს ცეკვის შექმნის პროცესში, იმიტომ რომ ბოლივუდური ცეკვის შექმნის პროცესში რიტმთან ერთად აუცილებელია სიმღერის ტექსტის გათვალისწინება. შესაბამისად, სულ ვამბობთ ხოლმე რომ ეს გვჭირდება. თუმცა ჰინდის გარდა ძალიან ბევრი ენა ინდოეთში, თითქმის ყველა შტატში სხვადასხვა ენაზე საუბრობენ და ეხლა აი სამხრეთულ ენებში ვერ ყვევით, იმიტომ რომ ბევრი საქართველოში ისწავლება ეს? არა, ისევ YouTube-ის არხზე და ნუ ესე თუ ისე რასაც ჰოლივუდში უყურებთ და ბოლივუდში უყურებთ, აი რეალურად როგორია ინდოეთი, რო გითხრათ? რეალური ინდოეთი არის ზღაპარი. ვიცი რომ არ ჯდება კონტექსტში, მაგრამ მართლა ასეა. თავისი კონტრასტებით, თავისი ფერებით, თავისი მრავალფეროვნებით, აი ერთმანეთის გვერდით, ყოველ ფეხის ნაბიჯზე, უძველეს ისტორიასთან ერთად თანამედროვე ცხოვრება. ყველაფერი, აი რელიგია, რამდენი რელიგია, ენები ხო ყველგან განსხვავებული, სამზარეულო ყველა შტატში განსხვავებული, ჩაცმულობა განსხვავებული, კულტურა, ტრადიციები, რომელსაც ყოველდღიურობაში იყენებენ, ხო არ გონიათ რომ უბრალოდ აი ტრადიცია შემორჩა და რაღაცა. და ყველაზე საინტერესო ის არის რომ აი ეს სხვადასხვანაირობა და სიჭრელე კი არ წინამდებობაში კი არ მოდის ერთმანეთთან მთლიანობაში ისეთ სინთეზს რეალურად ეგეთი კი რეალურად ისეთია თქვენ ვერ ნახავთ ქუჩაში უყურებთ ეკრანზე ხო ცოტა დრამატიზირებულია სასიყვარულო ისტორიები თორე დანარჩენი ერთია ვერ ნახავთ ქუჩაში მუქფერებს ჩაცმო ადამიანს გამორიცხული ვერ ნახავთ ადამიანს რომელიც აი შემოხვდა და არ გაგიღიმებს საოცარი ხალხია ძალიან არ ვიცი ყველა სფეროში მრავალფეროვნება ფესტივალები მითოლოგია რომელერთ სფეროს უნდა შეეხო ყველგან საინტერესოა და ყველგან სიღრმეა რაც მთავარია არ არის არაფერი უბრალოდ ზედაპირულად თუნდაც ფესტივალის ყველა ფესტივალს აქვს რაღაცა გარკვეული რამდენიმე მითოლოგიას ეფუძნება ძირითადად აი ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვებას დაუშვათ ჩვენთან უკვე იციან ფაქტიურად ინდური ფესტივალების შესახებ ჩვენს დაარსების დღიდან აღნიშნავთ ჰოლის და დივალის ეხლა ინდოელებიც ძალიან ფართო მასშტაბით აღნიშნავენ ძალიან ბევრი დღესასწაული აქვს ძალიან მრავალფეროვანი რაღაცა მგონია რომ ასე შევიწყდეთ ჩვენ ყველა ინდოელი ცეკვავს აი ყველას ეხერხება მასე მაგრამ ხო აი როგორც ყველა ქართველი მღერის და ცეკვავს ზოგადად ძალიან პოზიტიური ადამიანები არიან ის მათი სხვა თემა მათი სულიერებიდან მოდის და ზოგადად ყველაფერს აი თუნდაც უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი ადამიანი შემოხვდება ქუჩაში იმდენად ბედნიერი სახით დადის აი როცა წამს კარმის არსებობის და გჯერა რომ აი შენი გაჭირვება ეს არის შენი გასავლელი სულიერი გზის ნაწილი აი გაკვეთილი რაღაცნაირად სხვანაირად ეკიდება ამას და თვლის რომ ეს უნდა გაიაროს იმისთვის რომ მე უკეთესი მიიღოს დაუშვათ ამიტომ ძალიან პოზიტიური ქვეყანაა რა საინტერესო და იცით რა მაინტერესებს აი მაგალითად აი საქართველოში ხო ბევრი ცეკვა არსებობს იგივე აი ტრადიციული კუთხის ცეკვები და ინდოეთში კი ბატონო თუ არის ასეთი
რა თქმა უნდა, ყველა შტატს თავისი ფოლკლორი აქვს, ეს თავისთავად. ყველა შტატს თავისი კლასიკური ცეკვა აქვს. თავის დამახასიათებელი. კი, აუცილებლად. ნუ კლასიკური ცეკვა ეს საკმაოდ რთულია, მას მას ბავშვობიდან სწავლობენ. ატარაობიდან სწავლობენ კლასიკურ ცეკვებს და ნუ თითოეული მოძრაობა ის გაგონილი ყველას აქვს ახლა და ყველამ ვიცით რომ თითოეული მოძრაობა მიმიკა თვალის მოძრაობა თითების მუდრები ყველაფერს თავის დატვირთვა და მნიშვნელობა აქვს და მე ხა ეს ბოლივუდური ცეკვა ნაზავია უკვე რომელიც აი ცოტათი პოპს ეფუძნება ცოტათი შერეული ადგილობრივ ფოლკლორთან მაგალითად თუმცა არის ფოლკლორი აი სულთა ფოლკლორი რასაც ქვია როგორც საქართველოში ხო არის აჭარული ცეკვა რაღაც ცეკვები ხო ესა რაჭული რაღაცები ხო არის ფოლკლორი და არის ნუ ცოტა უფრო კლასიკის დონეზე. რამდენად არის საქართველოში მოთხოვნადი ინდური ცეკვა? ნუ პანდემიამდე ხა მამაკაცების მხრიდან თუ არის? ყავდა პერიოდულად ახალგაზრდა ბიჭები, ქართველები ცოტა ძნელი საპოვნია სიმართლე გითხრათ, ნუ ვიღაცას ვისაც ძალიან უყვარს ინდოეთი, აი ესეთი ადამიანი მოდის, მაგრამ ეხლა მხოლოდ გოგოები ყავს ამჯერად. გავათუნ არ შემიძლია არ გკითხოთ, აი ზოგადად ყოველთვის მაინტერესებდა. აი ეს წითელი წერტილი რას ნიშნავს? ხო, ეხლა დღესდღეობით ეს იქცა უბრალოდ აქსესუარად, რომელსაც სამოსთან ერთად ატარებენ ფერის მიხედვითაც. თუმცა ცოტა ძველ ასე ვთქვათ ტრადიციებში თუ მოვიძებთ ასე ვთქვათ ინფორმაციას, ეს არის ჯერთი მესამე თვალი, სადაც მოიაზრება, იქ არის ეს არის როგორც დამცავი სიმბოლო, მაგის ზემოთ კიდე ამატებენ. მაგალითად ლოცვის შემდეგაც იკეთებენ, მაგრამ თვითონ ეს აქ სინდურთან ერთად ეს თუ გაინტერესებთ, უფრო ეს აინტერესებთ. ეს არის როგორც გათხოვილი ქალბატონის სიმბოლო. ოღონდ მაშინ აუცილებლად და აქ თმის ღარში, ასე ვთქვათ, ფხვნილი კეთდება, სინდური ქვია. ამ შემთხვევაში ეს უკვე ეს კომპლექტი უკვე ანუ ეს ნიშნავს ქალი გათხოვილია. კი, ეს მიანიშნებს, რომ ქალბატონი გათხოვილია, მაგრამ ეს უკვე შეგიძლიათ ნებისმიერი შეგხვდეთ ქუჩაში, რომელსაც სამოსთან ერთად როგორც აქსესუარი ისე აქვს. ანუ უფრო აქსესუარად. კი, დღესდღეობით ესია და არა მარტო ინდოეთში ყველგან. გოგონებო, ცეკვის დადგმაში რა დრო გჭირდებათ დაახლოებით? საოცარი ტემპები. 3-4 საათი. 3-4 საათი გჭირდებათ. აი მაგალითად ეს ცეკვა რომთაც დავიწყეთ, ახლა ჩვენ არ დავწერია. ასე მალე სწავლობთ? კი, ასე. ანუ ითვისებთ ძალიან სწრაფად. ეს ხეული როცა მიჩვეულია, მარტივია მე სწავლა. და მუსიკას როგორ ირჩევთ თქვენ? რომელიც მოგწონს, ან რომელიც შეესაბამება იმ თემატიკას, ხო. ხშირად არის ღონისძიებებისთვის, დღესასწაულებს აქვს სპეციალური სიმღერები, რომელსაც ვარჩევ, მე აუცილებლად უთანხმებ, იმიტომ რომ ეხა ესე არ არის, მან უნდა იცეკოს ხო, მე უნდა ვიჯდე და შევაფასო მე და ამიტომ თავად უნდა მოსწონდეს, კომფორტულად უნდა იყოს. გააჩნია რისთვის ვემზადებით. ძალიან საინტერესო. თავარისა რომ რაღაცა საოცარი ენერგეტიკა მოდის ინდური ცეკვიდან და რაღაცა ისეთ პოზიტივი და მხიარულება და ძალიან სანამ შემოვიდოდით ჩვენ სანამ დაიწყო ჩვენი გადაცემა ჩვენ ვისაუბრეთ და ბევრი ცეკვები და რომ აი იშვიათად თელი ფაქტობრივად ნახევარი ტელევიზია ცეკვები და მიხარია რომ აი თქვენს განწყობა გქონდათ ეს ქმნის საერთო განწყობას მე რომ რაღაც დადებითი განწყობა გქონდათ ინდოეთთან მიმართებაში და მადლობა რომ დაინტერესდით ამ თემით მადლობა თქვენ სამომავლო გეგმებიც რო გაგვანდოთ რამე ფესტივალი ხო არის გეგმება ახლა ამ ეტაპზე ჩემი მთავარი მიზანი არის, რადგან წინა თაობა მყავდა ინდოეთში ფესტივალზე, ჩემი მიზანია ესენიც ერთხელ მას არ არიან ამყოფი ინდოეთში, ეს თაობა არ არის და ძალიან მინდა რომ ეს ნუ არის რაღაცა გეგმები და ვნახოთ, არ ვიცი. დანარჩენი ჩვეულებრივად ვემზადებით ფესტივალებისთვის აქ თბილისში და ნუ რაღაც ღონისძიებებს ისეთი არაფერი. ერთადერთია ლაქშმი თუ კიდე არსებობს? როგორც ჯგუფი ერთადერთია, კი ბატონო, არის რამდენიმე მოცეკვავე, რომელიც ლაქშმიში ცეკვავდა რაღაცა 2 წელი, 3 წელი, 4 წელი მე წავიდა და ნუ რაღაცნაირად ინდივიდუალურად როგორც სურს ახლა ეს უკვე. და საახალწლოდ თუ ემზადებით თქვენ? ჩვენ საახალწლოდ კონცერტს არ ვაკეთებთ, იმიტომ რომ კი იცით ახლა ყველა ბავშვები არიან ჯერ, ესენი არასრულწლოვანები და ოჯახთან ერთად ხდებიან. ნუ თუ არის რაიმე ღონისძიება რაღაცა ახალი წლისთვის ესე კონცერტს არა, უფრო ინდურ დღესასწაულებთან დაკავშირებით. კი ბატონო და რეპერტუარში რამდენი ცეკვა გაქვთ? აი, ბევრი, ძალიან ბევრი. ძალიან ხო პლუს მინუს ახლა ამ თაობას თუ გულისხმობთ, ალბათ 1.30-მდე იქნება. ამ ახალ თაობას, მაგრამ ზოგადად YouTube-ზე ახლა გვაქვს
სადღაც 3000-მდე ვიდეო. და კიდე მაინტერესებს, აი აუცილებელია ფეხში შველად რო ვიცეკო? ანუ ეს არის რაღაც სპეციალური კი, გეტყვით, ფეხში შველი, ეს არის ერთგვარი პატივისცემის გამოხატვა. ისინი როგორც ტაძარში არ შევლენ ფეხსაცმლით, არ შეიტანენ მტვერს. ჩვენ სცენას გასაგებთ, ასევე სცენაზე. ის სცენაზე რო ადის პირველი თაყვანსემს, მოკეთ პატივისცემას გამოხატავს. ეხლა ეს უფრო კლასიკურ ცეკვებში ხა ქართველებს მაინც და მაინც ამას კი ბატონო. ქართული მაყურებლის წინაშეც აბთული რომ ეს ცოტა რაღაცა მე გადაყავთ იუმორში და ამიტომ ვერ ვიდები ხოლმე ასეთ რამეს. ზოგადად ესეა კი. ეს არის არავითარ შემთხვევაში მტვერს არ აიტანს სცენაზე, იმიტომ რომ ეს არის პატივისცემით მოპყრობა სცენის მიმართ. ისევე როგორც ტაძარში. ძალიან საინტერესოა. ნამდვილად და ძალიან დიდი მადლობა გინდა გადაგიხადოთ. მადლობა თქვენ რომ დაგვაპატიჟეთ. მობრძანებისთვის და სხვა დროსაც გელოდებით, მაგრამ ერთი ცეკვაც უნდა გვიცეკოთ ისე არ გავიშოთ. გთხოვთ. გთხოვთ. არაჩვეულებრივი ულამაზესი გოგოები არიან. ანუ ცეკვით ახლა რა ცეკვას ბოლივუდური ცეკვა, მოდი ასე ვთქვათ, სახელი მაინც არაფრის მომცემი იქნება და ბოლივუდური ცეკვა. მოკლედ ოთო მე და შენ დილიდან ჰოლივუდში ვარ. კი ბატონო. გთხოვთ. ეს იყვნენ სტუდია ლაქშმის გოგოები და დიდი მადლობა. ბრავო გოგოებო, ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა ქალბატონინოს საოცარ საქმეს აკეთეთ ნამდვილად და ჩვენ დროა რომ შემდეგი სტუმარი წარვადგინოთ ჩემო ნანიკო.